ასე ვინ არის? მოსამართლე დავით თეთრაულმა TV1-ის ჟურნალისტი ვიკა ბუკია Facebook პოსტის გამო 4000 ლარით დააჯარიმა. ტელეწამყვანს ოცნების დეპუტატის მარიამ ლაშხის შეურაცხყოფას ედავებოდნენ. საუბარია ვიკა ბუკიას მიერ სოციალურ ქსელში განთავსებულ პოსტზე, რომელშიც ბუკია ლაშხს მონად მოიხსენიებს. ერთი ადამიანი როთulis რომ მეორე ადამიანი არის მისთვის მიუღებელი, მაინტერესებს რომელ კანონს ვარღვევ. რატომ უნდა დავისაჯო ამის გამო? ვერ ხვდები და ვერასოდეს ვერ გავიგებ. მაინტერესებს მარიამ ლაშხის პოზიცია მაინტერესებს. მან თქვა თუ არა საჯარო, რომ ვიკა ბუკიამ რომ მე მომაყენა შეურაცხყოფა, ანუ სად არის აი ეს საჯარო პოზიცია არ არსებობს. მე ვარ ჟურნალისტი და რა თქმა უნდა მაქვს ძალიან დიდი მთელი დღეა და არქივი გვაქვს და ყველა საჯარო პოზიციაზე წვდომა, არ არსებობს ასეთი საჯარო განცხადება, სადაც მარიამ ლაშხი ამბობს, რომ მე მას მივაყენა შეურაცხყოფა. ვისი უფლებები დაიღო მაინტერესებს. სერიოზული სახით ეს ორი ადამიანი მიზის წინ და ამ ცირკში უნდა რომ მივიღოთ მონაწილეობა. ძალიან სევდიანია თქვენი ყურება უკაცრავად რა. ვიკა ბუკიას პოსტის ეგრეთ წოდებული სკრინშოტი შინაგან საქმეთა სამინისტროს სასამართლოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მარიამ კერესელიძის ქმრის დავით ლეჟავას Facebook-ით არის გაკეთებული. არადა ოქმი დეტექტივმა გიორგი აბესაძემ შეადგინა. მარიამ კერესელიძე ამტკიცებს, რომ თავისი ქმრის Facebook ანგარიშით თვითონაც სარგებლობს და ამ შემთხვევაში მისი ქმრის Facebook-ზე წვდომა სხვა პოლიციელებსაც მისცა. თქვენ რა იცით მე ვის მიყეს ჩემი პაროლი? ანუ მეც იქნება მე არ დამიწერია ეგ სტატუსი. თქვენ რა იცით მე? ანუ ამით გაინტერესდით საერთოდ? მე უნდა ვენდორო გიორგი აბესაძეს რომ ესე იგი გიორგი აბესაძეს უნდა ვენდო, რომელიც ამბობს რომ მე დავით ლეჟავას Facebook-ის პაროლი. იქნება ჩემი Facebook-ი გატეხეს. იქნება ეს კაცი რა ვიცით ძალადობის მსხვერპლია, ვიცით? დავით ლეჟავაზე მაქვს საუბარი. ანუ იქნება მასაც გაუტეხეს Facebook-ი, რატო იცინით თქვენ? მე მაგალითად მიმაჩნია, რომ მამაკაცი, რომლის ცოლი მის პაროლს აძლევს მთელ განყოფილებას, არის ძალადობის მსხვერპლი. აი ეს თავი როგორ უნდა აღდგება საუბარში? საქმეზე საუბრობ, შეიძლება ჩვენი გასაცავია ჟურნალისტი ვარ და ჩემთვის მე ვაკეთებ, მე ვარ ჟურნალისტი კი ბატონო, თქვენ არ გაინტერესებთ ბატონო სამართლე არის თუ არა ეს ძალადობის მსხვერპლი? ჟურნალისტმა ვიკა ბუკიამ მისი Facebook პოსტის გამო გამართულ სასამართლო პროცესზე ბანერი გაშალა ეგრეთ წოდებული რებუსით. თუ მოვინანიებთ ჩვენ აი ეს განცხადება გაკეთდა თუ ჩვენ მოვინანიებთ იმას და ბოდიშს მოვხდით და მონანიება თუ იქნება ესე იგი ავწდებით ჯარიმას და მე მინდა რომ მოვინანიო ჩემი საქციელი და აი ასე მინდა მოვინანიო ასე ვინ არის ვინ არის ნაციაზე აღნდები აქციაზე არ არის ეს არის ჩემი მონანიება კომიტეტი აი ვინ არის